ქვეყანა საქართველოს სამხრეთ კავკასიის რეგიონში მდებარეობს. ხალხმა რუკა უნდა აიღოს ხელში და დააკვირდეს ამ რეგიონს, რომელიც შავ და კასპიის ზღვებს შორისაა მოქცეული. შემდეგ კი ჰკითხონ საკუთარ თავს, არის თუ არა ეს რეგიონი ჩრდილოატლანტიკური სივრცის ნაწილი. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ნატო გულისხმობს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციას. განა საქართველო რუსეთის სამხრეთით, კავკასიის მთებში არ მდებარეობს, ეს სრული სიგიჟეა. გარკვეულწილად საქართველო უფრო მეტად აზიური ქვეყანაა, ვიდრე ევროპული, არა? საქართველო სრულიად აზიური ქვეყანაა, რადგან სადემარკაციო ხაზი ევროპასა და აზიას შორის კავკასიის მთებზე გადის. ასე რომ გამოდის ჩვენ აზიურ ქვეყანას ვეპატიჟებით ნატოში. სტალინის მშობლიური ქვეყანაა, თუმცა საინტერესოა, რატომ საქართველო. კიდევ ერთხელ შეხედეთ რუკას. საქართველო უბრალო აზიური ქვეყანა ამ შემთხვევაში არ არის. მისი ნატოში გაწევრიანებით რუსეთის ალყაში მოქცევისა და შავი ზღვიდან განდევნის პროცესი დასრულდებოდა. ასე რომ საქართველოს შემთხვევითი არჩევანი არ ყოფილა. ეს პალმერსტონის დოქტრინას ეფუძნება, რომელიც მან 1853 წელს შეიმუშავა. 1997 წელს ის ბჟეზინსკიმ აღადგინა, ხოლო 2008 წელს მის განხორციელებას ჯორჯ ბუში უმცროსი შეეცადა. გამოიწერე და გაიგე ამბები ლიბერალური ცენზურის გარეშე.